სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდისავლით ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა. უწყების მტკიცებით, ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა და საზღვარი ასე გაიარა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ წარდგენი ბრალდებას, გახლავთ მოწმეთა გამოკითხვის ოქმების, სოციალური ქსელის დათვალიერების ოქმით თანდართული დოკუმენტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაცია, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია, თანდართული დოკუმენტები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ოქმები, თანდართული დოკუმენტები და საქმეში არსებული სხვა მასალათა და მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა იმის საფუძველს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ჩაიდინა ზემოთ აღნიშნული დანაშაული. რაც შეეხება ავკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძვლებს, მოგახსენებთ, რომ არსებობს ავკვეთის ღონისძიების შეფარდების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები. წარმოდგენილ მასალებში საკანონმდებლო სტანდარტით არ დასტურდება ეს ინფორმაცია, რაც გრალში ამოწმებული, მაგალითად ამის საფუძვლად არის მიღებული ინტერპოლიდან გამოცხადებული ინფორმაცია, თუმცა ეს არის შეუძლებელი აუთხის ფორმატის ფურცელი, რომელსაც არც ბლანკი აქვს, არც ბეჭედი, არც ხელის მოწერა, რამდენად საერთოდ მტკიცებულების სტანდარტს აკმაყოფილებს მევედულასებს სასამართლომ შეაფასოს. შესაბამისად, თვითონ საქართველოს სახელმწიფო საზღვაო გადაკვეთა ეგ არის მათი ვარაუდი, რომელიც ადგენილია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ანუ წყარო საქართველოს სომხეთის საზღვრის უკანონო გადალახვის ამ შემთხვევაში ოპერატიული ინფორმაცია და მეტი არ არის. შესაბამისად, ის ფორმალური ასე ვთქვათ ერთობლიობა მტკიცებულების, რაც დასაბუთებული ვარაუდისთვის უნდა იქნეს გამოყენებული, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არის დაკმაყოფილებელი. თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს დატოვების შესახებ 4 მარტს განაცხადა. ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მას სასამართლოს ხელით დევნის და ამ შემთხვევაში ქვეყნიდან წასვლა არა დანებება, არამედ სტრატეგიულად სწორი ნაბიჯია. ბაჩიაშვილი გუშინ წერდა, რომ მიიღო სანდო ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის გარდა კიდევ 2 საქმეა აღძრული. ერთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მას ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება. ამ საქმეზე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ გირაოსთან ერთად სხვა აკრძალავი ღონისძიებებიც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა. მეორე შემთხვევაში კი ოცნების პროკურატურა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. საქმე ეხება მტკვარი ჰეს.